პერიოდონტიტი კბილების ირგვლივ ანთებას ნიშნავს. ეს პროცესი ვრცელდება არა მარტო კბილის, არამედ ფესვის ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილებზეც. მკურნალობის გარეშე დაავადებამ შესაძლოა ძვლის დაზიანება და კბილების დაკარგვაც კი გამოიწვიოს. ეს სერიოზული მდგომარეობაა, ამიტომ აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანმა აუცილებლად ექიმს დროულად უნდა მიმართოს. ამ დროს აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ღვიძლების განმეორებადი შეშუპება, გინგივიტი, სისხლდენა კბილების გახეხვის შემდეგ, უსიამოვნო სუნი პირიდან, მოწითალო და სისხლიანი ღვიძლები, ჩირქის დაგროვება კბილებსა და ღვიძლებს შორის, ტკივილი ღეჭვისას და სივრცეები კბილებს შორის. სპეციალისტთა განმარტებით პერიოდონტიტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირის ღრუს სწორი ჰიგიენა. კბილების გახეხვა 2 წუთის განმავლობაში, დღეში სულ მცირე 2-ჯერ, დილით და ძილის წინ. ეს უნდა მოხდეს ფთორის შემცველი კბილის პასტით. ფთორი ებრძვის კარიესს და ამაგრებს კბილებს. სწორი ჰიგიენა ხელს უშლის პერიოდონტიტის გამომწვევი სპეციფიკური ბაქტერიებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. კბილებს შორის ჩარჩენილი საკვებისა და ნადების მოსაცილებლად საჭიროა რეგულარული წმენდა კბილის ძაფით. რეკომენდებულია მოწევისთვის თავის დანებება.